ძალების ციხე ნომერი 5 რუსთავი. მაგრამ ახლა უბრალოდ ციხე რუსთავში. კავშირზეა ანასტასია ზინოკინა. უყურებ ტრანსლაციებს, პირდაპირ ეთერებს, ინტერვიუებს და ვფიქრობ, ახლა მე პატარა ბავშვი ვარ. ხედავ თქვენს ემოციებს, ვიაზრებ თქვენს სიხარულს, ვიტანჯები თქვენთან ერთად თქვენი ტკივილით. ხვდები სიტყვებს ნელ-ნელა ქართულად და ვიაზრებ რაზე საუბრობთ. თქვენი პროტესტის შორსაა ინტრიგებისგან, თუმცა სავსეა ამბიციებით და დადებითი ემოციებით. ხედავ თქვენს გაბედულ ნაბიჯებს, თქვენს გადაწყვეტილებას და გძნობ უზარმაზარ სიყვარულს თქვენგან. დროის განმავლობაში კიდევ უფრო მეც ვისწავლი, რათა მეტის გაგება შევძლო, გავიზრდები. გამიჩნდება საკუთარი წინადადებებით აზრის გამოთქმის უნარი ქართულად, აზრების წრედა ასე შემდეგ, მაგრამ მე სამუდამოდ დავიმახსოვრებ ამ სიყვარულს, რომელიც თქვენ მაჩუქეთ და სამუდამოდ შევინახავ მას. ვიბრძოლებ თქვენთან ერთად ბოლომდე, არ აქვს მნიშვნელობა შიგნით, ციხეში თუ გარეთ თქვენთან ერთად. მე მთელი ცხოვრება ვებრძოლდი პუტინს სხვადასხვა ფრონტზე, მაგრამ ახლა ჩემთვის საქართველო უბრალოდ ბრძოლის ერთ-ერთი ფრონტი აღარ არის. მე შემიყვარდა თქვენი ქვეყანა, მე შემიყვარდა ჩვენი ქვეყანა, ბუნება, ადამიანები, ხასიათი, ცხოვრების ყურვილი გამიჩინა, თავისუფლების ყურვილი, გაბედულება და გამარჯვების ყურვილი გამიჩინა აქ ყოფნამ. ჩემი გული აქ არის, ჩემი სული აქ არის თქვენთან ერთად. როდესაც გძნობ სიყვარულს საპასუხოდ, გძნობ რომ თქვენთვის ჩემი გაბედულება რაღაცა უცხო არ არის და მას აუცილებლად შეამჩნევთ. ამ სამყაროში ამაზე უფრო მნიშვნელოვანი არაფერია. ბედნიერება რომ ჩემი სიყვარული ორმხრივია. გეხვევით. ძალიან მიხარია როცა წერილებს მწერენ. მოაქვთ ამანათები, ზრუნავენ ჩემზე. მოდიან სასამართლოებზე, მესალმებიან, წერენ სოციალურ ქსელებში და ავრცელებენ ჩემზე ინფორმაციას. მაგრამ რა თქმა უნდა, ყველაზე დიდი მხარდაჭერა და დახმარება ტერორისტული რეჟიმის ნებისმიერი მძევლისთვის არის პროტესტი. მე ვიცოცხლებ, სანამ პროტესტი ცოცხალია და თუ ის მოკვდება, მეც მასთან ერთად, მაგრამ ეს ბრძოლა ღირდა. არასდროს დანებდეთ და თქვენც თუ არ დანებდებით, ჩვენ საუცილებლად ვიბრძოლებთ. ჩვენი სიცოცხლეები ათასობით უღის სიცოცხლეს და გაყიდულ სიცოცხლეს სჯობს. თავისუფლება ჩვენთანაა. თავისუფლება საქართველოშია. მე ქართველი ვარ.